სახელითა მამისათა, დათისათა, დასულისა, წმინდისათა ჩვენთან არის. დღეს საკვირაო სახარებაში ჩვენ წავიკითხეთ ესე ეწოდება იგავი მოწყალე სამარიტალის შესახებ. ეს არის ძალიან დიდი და ძალიან მრავალმნიშვნელოვანი ამბავი. ეს იგავი და თუ რა ვითარებაში მოხდა ამ იგავი რა ვითარებაში მოუყვა იესო ქრისტემ თავის მსმენელებს. და ეს არის ისეთი ღრმა შინაარსის, რომ სავარაუდოდ რამდენიმე ბევრი საათი დაჭირდება ამ ყველა გარემოებაზე ყურადღების გამახვილებას. და რადგან საკვირაო ქადაგება უნდა იყოს აუცილებლად მოკლე. იმისათვის, რომ დაიმახსოვროს ადამიანმა ერთი კონკრეტული ამბავი, ან ორი, ან მაქსიმუმ სამი, რომ დაიმახსოვროს და შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში იფიქროს შემდეგ კვირაზე თუ რა მოისმინა სახარებაში. ამიტომ მე ძალიან მოკლედ მოგიყვებით და აი გეტყვით რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. იესოსთან მივიდა, როგორც იწყება სახარების ეს თხრობა, მივიდა ვინმე ჯულის მეცნიერი. ანუ ადამიანი, რომელიც ჯულს იკვლევს და გამოცდის მიზნით ესე წერია სახარებაში, დაუსვა ესეთი შეკითხვა. რა არის თავარი ჯულში? აი თავარი რა არის ჩვენს ჯულში? და იესო ცხადია, რომ თან უპასუხა ამ კითხვაზე, თან ამხილა ეს. ეს არ არის სწორი ასეთი შეკითხვების დასმა, უფრო სწორედ ასეთნაირად შეკითხვების დასმა გამოცდის მიზნით. შენ როგორ გამოგიკითხავ? შენ ხო ჯულის მეცნიერი ხარ. აი შენ როგორ წაგიკითხავ ჯულში? აბა რა არის თავარი? იმან უთხრა, თავარი არის რომ გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს ადამიანი, მოყვასი. როგორც საკუთარი თავი. იესო უთხრა სწორია. და რა თქმა უნდა, ეს დაიბნა, იმიტომ რომ ცოდნია თურმე პასუხი ამ კითხვაზე, რასაც სვამდა და გამოცდის მიზნით უსვამდა. თუმცა ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრებაში პირველ ადგილას უნდა იყოს ღმერთი, ანუ ყველა გადაწყვეტილება ღმერთის ნებით უნდა მიიღოს და მეორე თავარი мотиваცია გადაწყვეტილების მიღების არის ადამიანის, ანუ მოყვასის სიყვარული. და აი მეორე ადგილზე ეს უნდა იყოს. ყველაფერი დანარჩენი ამის შემდეგ. აი ეს არის აი ამ შეკითხვაზე, ანუ ერთი კი არა, ორი შეკითხვა დაუსვა. ფაქტიურად, იმიტომ რომ როდესაც ამ კითხვაზე თვითონ გასცა პასუხი, შემდეგ იესო უთხრა, ვინ არის? სწორია უთხრა და ამან ეხლა რომ თავი გაემართლებინა, უთხრა, ვინ არის მოყვასი? ვინ არის მოყვასი ჩემი? ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა და ამის შესახებ მინდა გითხრა და აი სწორედ ამის შემდეგ მოუყვა იესო იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ. და კიდევ ვერ მოისმენა ამ ადამიანს. და იესომ კითხა, აი შენ როგორ ფიქრობ? აი ამ სამი შემთხვევიდან, ეხლა მე აღარ მოვყვები. ვინ არის მოყვასი? აი ამ დაჭრილი ადამიანს. და იმან უთხრა, არ დაასახელა, რა თქმა უნდა, ეს პიროვნება, იმიტომ რომ ვერ ითხოვდა სამარიტელი, იმიტომ რომ ამაყი ჯულის მეცნიერი იყო და უთხრა, ვინც სიკეთე გაუკეთა. და იესომ უთხრა, წადი და შენც ესე მოიქცი. აი ვინ არის შენი მოყვასი? ვინ არის შენი მოყვასი? ვინ არის შენი მოყვასი? ცოტათი უნდა შევატრიალოთ ეს კითხვა. ვინ არის შენი მოყვასი კი არა, ვისთვის ხარ შენ მოყვასი? აი ეს არის უფრო სწორი, იმიტომ რომ სახარებაში ესე წერია, ისევ აი ცლებიდან გამომდინარე, როგორც საკუთარი თავი მოყვასი ისე უნდა გიყვარდეს. მოყვასი ის კი არ არის ვისგანაც შენ ელოდები ამ სიკეთეს, არა. მოყვასი ის არის, ვისთვისაც შენ აგენანება ამ სიკეთის გაკეთება. ის რაც მოწყალე სამარიტელმა გაუკეთა ამ დაჭრილ ებრაელს. აი ეს არის პასუხი დღევანდელ კითხვებზე, ეს არის დღევანდელ სახარებაზე, რომ ღმერთი უნდა გიყვარდეს, მაგრამ როგორც იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ღმერთი როგორ გიყვარება, თუ ღმერთი რომელსაც ვერ ხედავ, თუ არ გიყვარს მოყვასი რომელსაც ხედავ. ამიტომ დღევანდელი სახარების დღევანდელი იგავის მოწყალე სამარიტელის შესახებ თავარი აზრი ის არის, რომ იმისათვის, რომ ჩვენ
ვიყოთ მოყვასი ადამიანისთვის. ჩვენ დავაკეთოთ სიკეთე, ხორცელი მოწყალების სიკეთე, აი აქედან იწყება. ამაზე არის ჟული და წინასწარმეტყველება დაფუძნებული. დღეს არის უდიდესი დღესასწაული. ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ერისათვის დღეს არის წმინდა გიორგი. წმინდა გიორგის დღესასწაული ორჯერ აღინიშნება. საერთოდ ამბობენ, რომ ყოველდღე აღინიშნებოდა საქართველოში წმინდა გიორგის დღესასწაული. ძირითადად მსოფლიოში აღინიშნება მისი მოწამეობრივი აღსასრულის დღე, რომელიც არის 23 აპრილის საეკლესიო კალენდრით, ანუ 6 მაისი. დღეს განსაკუთრებული ზეიმურობით აღინიშნება საქართველოში. დღეს არის ბორბალზე წამების დღე და ეს არ არის შემთხვევითი. წმინდა გიორგი სრულებით გამორჩეული წმინდანია ქართული ხალხისათვის და მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა სხვა ერმა თუ ქალაქმა თხოვა მფარველობა, ჩვენთვის ის არის მთავარი წმინდანი, რომელსაც ჩვენმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შეავედრა ქართველი ერი და 1985 წელს მიწერა წერილი წმინდა გიორგის, რომელიც ინახება დღეს სიონის საკათედრო ტაძარში და სადაც მან თხოვა, რომ იგი იყოს ჩვენი ერის მფარველი. რატო აირჩია ქართველმა ხალხმა წმინდა გიორგი? არა მარტო იმიტომ, რომ იგი იყო უახლოესი ნათესავი, ანუ ბიძაშვილი წმინდა ნინოსი და მაშინ ქართულ ენაში ჩვენ არ ხმარობთ, ესე ყველა სხვა ენაში ამას ეწოდება ძმა, და-ძმა იყვნენ, ესენი იყვნენ ბიძაშვილი მამიდაშვილი. აი არა მარტო ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ თავარი ის არის, რომ წმინდა გიორგი არის მრავალმოწამე. და აი ამ პატარა ქართველმა ხალხმა აირჩია ეს გზა ცხოვრების, ჩვენი ქვეყნის ცხოვრების გზა, რომ ჩვენ მრავალგზის უნდა ვეწამოთ, მრავალგზის უნდა მოვკვდეთ ქრისტესთვის და მრავალგზის უნდა აღვდგეთ მკვდრეთით. და ფაქტიურად საქართველოს ისტორია არის ამისი მაგალითი და ხშირად ისმება კითხვა, რომ როგორ შემოვჭით, როგორ გადარჩა ეს ქვეყანა, როდესაც გარშემო დიდი იმპერიები არსებობდა და დაინგრა და დღეს მათი საერთოდ ესე იგი მხოლოდ სახსენებელია დარჩენილი, არაფერი აღარ დარჩა, ბევრი ასეთი იმპერიისგან. აი ჩვენი ქვეყანა კი როგორც არსებობდა, დღეს არსებობს და მიუხედავად მრავალი განსასწრებისა ჩვენ დღეს დგავართ აქ სულ ახლახანს ამოქმედებული წმინდა გიორგის ტაძარში, რომელიც 400 წელი იყო უმოქმედო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განიცადა ჩვენმა ქვეყანამ ეს საშინელი თავდასხმა, ეს სიკვდილი და აი აღდგა მკვდრეთი და დღეს აქ ჩვენ ვიკრიბებით და აღვავლენთ წირვას და საუბრობთ ქართულ ენაზე. და საუბრობთ ქრისტიანობაზე. აი ეს არის უკტავება, აი ეს არის წმინდა გიორგის გზა და ეს არის ის საწინდარი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმედს, გვაძლევს სასოებას, რომ ჩვენი ქვეყანა იარსებებს ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.